ახალი მოწოდება ციხიდან რევოლუციისთვის მზადებისკენ ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი გაერთიანების სწავლებს მორიგ დავალებას აძლევს. მოსამზადებელია წინააღმდეგობის მოძრაობა სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით. ასეთია ექს-პრეზიდენტის გზავნილი, რომელშიც პარალელებს ნაციონალური მოძრაობის შექმნის პერიოდთან ავლებს და 2003 წლის რევოლუციის გამომწვევ გარემოებებს იხსენებს. თუმცა მისი ხედვა ალიანსის წევრი დანარჩენი პოლიტიკური ძალების გეგმებთან თანხვედრაში არაა, რაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ დიდი კრიტიკასა და მინიშნებით განცხადებებშიც ჩანს. შიდა უთანხმოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი მმართველი პარტია თითქმის არ ჩნდება შეხვედრებზე, რომლებიც ალიანსის მიერ დაანონსებული 26 მაისის დიდი საპროტესტო შეკრების წინ ამორჩევლების მობილიზების მიზნით იმართება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რეგიონების შემდეგ თბილისში კარდაკარის პრინციპით მიმდინარე შეხვედრებზეც არ ჩანან. ჩნდება კითხვა შიდა დაპირისპირების და გასხვავებული ხედვების ფონზე, რამდენად მოახერხებს 9 პოლიტიკური ძალისგან ფორმირებული ალიანსი 26 მაისს ელექტორატის მობილიზებას. მესამე დღე ჩვენები აქ არიან, ვაჯამებთ ახლა ცოტა ხინკალსაც შევჭამთ. სანაძლეოში წაგებული ხინკლითა და შემდეგი დღის ლოკაციის დაგეგმვით დაასრულა ოპოზიციურმა ალიანსმა კარდაკარის მესამე დღე. თუმცა სახინკლეში გაშლილ მაგიდებამდე იყო ბაზარი, ავტობუსების გაჩერებები, მეტრო, იყო ფლაიერების დარიგება და მოქალაქეებისთვის 26 მაისის აქციის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება. თუმცა ფლაიერის გაწვდისა და ხელის ჩამორთმევის გარდა იყო მოქალაქეების არც თუ სასიამოვნო რეაქციებიც ერთ-ერთ მეტროსთან ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისას. საქართველოს აუცილებლად ჭირდება ერთიანობა და განვითარება. ჭირდება ერთიანობა და განვითარება საქართველოს ჭირდება წინსვლა და ზურაგირჩი ჯაფარიძეს აკლებენ. კი არა გინებენ, ეხა ეგეც ვიცი ხა. ნელ-ნელა რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღე დავდივართ ხალხში და ვიცი თქვენი, ასე ვთქვათ, გულისწორი ხოცები შემოაგზავნია ხოლმე. ვიდრე ხალხში გასული ალიანსი, მათი მისამართით არაკეთილგანწყობილ მოქალაქეებს ქართული ოცნების მიგზავნილად მიიჩნევს, დანარჩენებთან გასაუბრებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგი დღეს სახინკლეში აგვირგვინებს, მანამდე მათ სტრატეგიასა და გეგმას აშკარად კვლავ უწუნებს მიხეილ სააკაშვილი და კვლავ აგრძელებს რევოლუციურ სცენარებზე ფიქრსა და წერას. ამჯერადაც მისი ინსპირაცია ვარდების რევოლუციაა. დღეს უკვე სააკაშვილმა ჯერ ის გაიხსენა, როგორ და რატომ შეიქმნა ნაციონალური მოძრაობა და ეს პროცესი გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ სპონტანურ და არაორგანიზებულ აქციას დაუკავშირა. შემდეგ კი ის, როგორ ასწავლიდნენ სხვა რიჭამიაში აქტივისტებს რევოლუციის ტაქტიკას და ამძოლი ამბის გახსენებით ოპოზიციას არა მხოლოდ ტაქტიკა, არამედ აშკარად გამბედაობა და სტრატეგიული ხედვაც დაუწუნა. სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენიმი, რომელსაც ყავდა ძალიან ბევრი აქტივისტი რეგიონებში, რომელთაც იცოდნენ, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. შევქმნით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა. მე ილუზია არ მქონია, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტაბლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები, მაგრამ ამისთვის ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას ჭირდება ხალხის სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით. ვიღაცას გონია, რომ რევოლუცია გადაწყვეტა, არაფერი არ მაქვს წინააღმდეგ რევოლუციის, უბრალოდ მე ნახე რესურსები ამისი გვაქვს თუ არა რამდენიმეჯერ. რატომ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვიმსჯელოთ და ვიმკითხაოთ, რასაც არ აქვს პერსპექტივა. ჩანს, რომ ეს ასე არ არის. საზოგადოება საკუთარს უნდა იცნობდე, როცა ლაპარაკობ, ხო? და პოლიტიკოსი ხარ და რაღაცა მოწოდებები გაქვს. არ არის ამისი დაკვეთა ადგილზე. რევოლუციის აუცილებლობაზე ოპოზიცია სააკაშვილი კი დიდი ხანია მიუთითებს, მაგრამ გვარამიას ამ პასუხიდან ჩანს, რომ ალიანსის გეგმებში რევოლუცია ჯერჯერობით არ ან ვერ შედის. მიზეზი ხალხში არსებული განწყობაა. თუმცა ამავე ინტერვიუში გვარამიამ ისიც თქვა, რომ 26 მაისს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თუ რაიმე იქნება ეს მხარდამჭერთა რაოდენობის გაზომვა. ისე როგორც უკვე იზომება ის, თუ საჯარო პრეტენზიებისა და მითითებების გარდა ვინ რას ან არაკეთებს ალიანსისთვის. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც ალიანსს სააკაშვილი ციხიდან ტაქტიკას უწუნებს, თავად ალიანსის წევრები ფიქრობენ, რომ შენიშვნები თუ ვინმემ უნდა მიიღოს ნაციონალური მოძრაობაა და არა სხვა რომელიმე პარტია.
განსთან მქონდა რჩება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი უკმაყოფილო არის სინამდვილეში საკუთარი პარტიის რაღაცა აქტიურობით, თაცა მაინც და მაინც პირდაპირ გამოდე საკუთარ პარტიაზე პირდაპირ დაიწყოს ლაპარაკი, რავი, გონია რომ ფიქრობს რომ შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს. ამიტომ რა ვიცი, ალიანსი მიეცა ისეთი რაღაცა, რომ აი ზოგადად ოპოზიციაზე თუ ვილაპარაკებ, იგივე სისითქმაც მინდა ჩემ პარტიაზე, რაღაცა ნაკლებად ეწყებათ ვიღაცებს. თუ არსად არიული არ მოხვალ კოალიციის შეხვედრაზე, არ იბლი კარდაკარზე, არ გააკეთებ ერთიან განცხადებებს, არ დაჯდები არც ერთ ბრიფინგზე და დაელოდები 26-ში ხალხი მოვა თუ არა, რომ იმის მიხედვით გადაწყვიტო იყო თანამონაწილე წარმატების თუ მაგინებელი წარუმატებლობის, ანუ სხვების, ეს უსინდისობაც არის და უსამართლობაც და რაც მთავარია, საერთო საქმის დაზიანება და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ სვლა. 26-ში ყველა დაითვლის თავებს. ჩვენც დავითვლით თავებს, მომსვლელიც დაითვლის თავებს, მაყურებელიც დაითვლის თავებს, ქვეყნის გარედან მაყურებელიც დაითვლის თავებს, ჩვენც დავითვლით ერთმანეთს, იმიტომ რომ ვიცოდეთ რომ ბევრი ვართ, ცოტა ვართ. ვიდრე ალიანსი და მათი მხარდამჭერები 26 მაისს თავებს დაითვლიან, მანამდე აშკარაა, რომ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის პასიურ როლზე კითხვები მხოლოდ მედიას არ აქვს. თუ გვარამიას ამ ინტერვიუთი ვიმსჯელებთ, კითხვები აშკარად თავად ალიანსშიც აქვთ. განსაკუთრებით კი ამ პარტიის პატიმარი ლიდერის რევოლუციური მითითებებისა თუ ოპოზიციის ტაქტიკის დაწუნების ფონზე. ყოველ შეხვედრებში შეიძლება არ ვიღებთ მონაწილეობას, ყოველ შეხვედრებში ვიღებთ, საარჩევნო შეხვედრაზე ვიყავით. მომანდევნო შეხვედრებში მივიღებთ მაგალითად მონაწილეობას, რომელიც 26 მაისთან იქნება დაკავშირებული გულისხმობ თუნდაც მეტროში ან სხვა ადგილებში დარიგებას ფლაიერების. ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ კიდევაც წინა შეხვედრებს, მაგრამ ეხლა იქნება თვითონ პარტიაც იქნება, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ამ შეხვედრებს. ნაციონალური მოძრაობა ალიანსის აქტივობებში ჩართვას ჯერ მხოლოდ აანონსებს, თუმცა მანამდე ალიანს მორიგ წარუმატებლობას უკვე უწინასწარმეტყველებს მმართველი გუნდი. ამაში კი ქართულ ოცნებას, მათ შორის ოპონენტების დაწყებული გარდაკარი თუ რეგიონებში გამართული შეხვედრები არწმუნებს. მათ შედეგად აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ. როგორ დათვლიან მათ თავებს გარედან. ეს თქვა კიდევაც ნიკა გვარამიამ, რომ 26 მაისის მიზანი მათთვის არის ის, რომ გამოვიდნენ და დაინახონ მათ პატრონებს ქვეყნის გარეთ, იმისთვის რომ კიდევ რაღაც მოწყალება გაიღონ მათ მიმართ 1-2 ცენტი თუ ევროცენტი გადმოუგდონ სამოწყალოდ. მათთვის თავარი არის, რომ ხელი ჩამოართვას ევროკავშირის ელჩმა და ვნახეთ ჩვენ 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ. როგორ არ იხუტებს მას ქართველი ხალხი, ეს მათ ესეც ვნახეთ და ესეც არის, ეს იქნება ყოველთვის. ეს იქნება ყოველთვის ასე. რას უყურებს საზოგადოება, რომ ეს ოპოზიცია დადის კარდაკარ, ოღონდ რეალურად უცხოეთში და ითხოვს, რომ ეს ქვეყანა დაასანქცირეთ. რითაც კი შეიძლება დაასანქცირეთ, მაქსიმალურად ცუდი გაუკეთეთ, რომ იქნება ამ ცუდმა ისეთი ეფექტი მოახდინოს ჩვენ მოქალაქეებზე, რომ მოქალაქეს ცხოვრება გაუარესდეს და ამით რაღაცა მათ რევოლუციურ, ასე ვთქვათ, გეგმებს რაღაცა საფუძველი შეექმნას. ამას მოსახლეობა უყურებს და ბუნებრივია, რომ ხელს არ ჩამოართმევ და არც კარს გაუღებე. 26 მაისამდე 12 დღეა დარჩენილი. შესაბამისად, სწორედ 12 დღეში დაითვლის ოპოზიცია კარდაკარის შედეგებს, ისევე როგორც გაირკვევა, როგორი იქნება ოპოზიციის პოლიტიკური მენიუ. ხან ხინკალს ავაგებთ ხოლმე, ხან ჩებურეკს. ოსტორია და ჩებურეკს. ხან კაბაბს.